გორში ციხის უბნის განახლების პირველი ეტაპი მაისის თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 53 საცხოვრებელ სახლს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მთლიანად შეიცვლება ელექტროგაყვანილობა, სატელეფონო და საკაბელო სადენები, ბუნებრივი აირისა და წყალკანალიზაციის სისტემები. ციხის უბანი რამდენიმე თვეში განახლებულ იერს მიიღებს. ეს პროექტი მოიცავს 53 საცხოვრებელ სახლს. მთლიანად მოხდა ამ ძველი სახლების ზოგი სახლის დემონტაჟი და შენდება სულ ახალი, ხოლო რომლებიც ის სახლები, რომლებიც იყო ერთსართულიანი, ამ ერთსართულიან სახლებს უშენდებათ მეორე სართულები და მთლიანად ხდება ერთიან ფონზე გაწყობა ამ სახლები. სამშენებლო სამუშაოებს 5 სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების ჩასატარებლად სულ 200 ხელოსანია დასაქმებული. ფასადის შესალამაზებლად ერთსართულიან შენობებს მეორე სართული მიაშენეს. წლის ბოლოს ყველა სახლს ხელით ნაკეთი ხის აივანი ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ ციხის უბანი ძველი გორის იერსახეს მიიღებს. მშენებლობა დავიწყეთ იანვრის დასაწყისში. სრაფიტებით მიმდინარეობს, ხალხი ბევრია დასაქმებული. მარტო ჩემ ობიექტზე ამ წუთში მუშაობს 30 კაცი. თვითონ ადგილობრივი მოსახლეობაც, ვისი ბინებიც არიან, ესენიც დასაქმებული ყავს და ძალიან კმაყოფილები არიან მშენებლობის ხარისხითაც და დაჩქარების ამბავშიც. რამდენიმე სახლს უნიკალური სარდაფი აღმოაჩნდა, სადაც სავარაუდოდ რესტორნები განთავსდება. განახლებული შენობების პირველი სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა. ზედა სართულზე კი ციხის უბნის ძველი მაცხოვრებლები დაბრუნდებიან, რომლებიც ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაქირავებულ ბინებში ცხოვრობენ. ერთსართულიანი იყო, გახდა ორსართულიანი. კეთდება უმაღლეს დონეზე. ესე რომ მადლობლები ვართ მაცხოვრებლები. ქალაქი ვლამაზდება ერთი მხრივ, მეორე მხრივ საშემოსავლო წყარო გვექნება მოსახლეობას. და ესე რომ ლამაზდება რა, გორი რა. ციხის უბნის შენობები 2 საუკუნე ნახევრის წინ არის აგებული. უახლოეს მომავალში კი სრულიად განახლდება და ძველი იერსახეს დაიბრუნებს. უძველესი უბნის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყო. უბნის განახლება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და 2012 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება.